საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 8% შეადგენს. ვრცლად გიყვებით საქმიან საღამოში. თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმე სუბიექტებისთვის დამატებული ღირებულების შექმნის ხელშეწყობას. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ თქვა, პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის ქსანი სასხორის გზის 2.9 კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, მდინარე მტკვარზე აშენდება ახალი 399 მეტრიანი ხიდი. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გლობალურ გეოპოლიტიკაზე. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად შეინარჩუნა, ანუ რეფინანსირების განაკვეთი ქვეყანაში კვლავაც 8%-ის ტოლია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მარეგულირებელში ივნისში ინფლაციის 4%-მდე დაჩქარებას უკავშირებენ, რაც ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით ფრთხილი მიდგომის არჩევას აიძულებს. თავად ინფლაციური მოლოდინები დადებითია, რადგან სები წლის ბოლოსთვის ფასების ზრდის ტენდენციის 3.8%-ზე დასტაბილურობას პროგნოზირებს. პარალელურად მარეგულირების თქმით, გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ საშუალო ამ პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დასტაბილურდეს. სებმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც გადახედა, რომლის თანახმად წელს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზრდება, რაც 0.6%-ული პუნქტის ტოლი გაზრდა. იპოთეკური სესხების გაძვირებამ ბაზარზე შიდა განვადებები გააქტიურა. როგორც დეველოპერული კომპანიების ნაწილში ამბობენ, სესხების გაძვირება ბინების რეალიზაციას ამცირებს, რაც შიდა განვადებას ახალისებს. სამშენებლო დეველოპერული კომპანია არსის დირექტორის ბესო ორთოიზის შეფასებით, ის ფაქტი, რომ წლის დასაწყისიდან იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა, სწორედ ამ ფაქტორებით აიხსნება. მისივე თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, უძრავი ქონების ბაზარი გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. შეგახსენებთ, რომ წლის პირველ 6 თვეში ქართულმა ბანკებმა 24,000 იპოთეკური სესხი გასცეს. რაოდენობრივად სესხები 13%-ით შემცირდა, მაგრამ ჯამურად კრედიტების მოცულობა 40 მილიონი ლარით გაიზარდა. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით ლარის იპოთეკური სესხების საშუალო განაკვეთი 13% და წლიურად ეს მაჩვენებელიც მკვეთრადაა გაზრდილი. 3% განაკვეთები იყო გაზრდილი და მომხმარებლებს მაინც ერჩივნათ, რომ რაღაცნაირად იპოთეკური სესხის გარეშე შეესყიდათ უძრავი ქონება და ალბათ მათთვის ეს ასე ვთქვათ შეთავაზება დეველოპერების მხრიდან, როცა ვთქვათ საუბარია 800, 900, $1000 თვეში გადახდით უძრავი ქონების ყიდვის, რაც იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაშიც უნდა გადაეხადათ ბანკშიც, ალბათ უფრო მიმზიდველი არ მოხდა. თუმცა ვისურვებდი, რომ ასე ვთქვათ ნაკლები 3% განაკვეთი იყოს და მეტად რაოდენობა გაზრდილი იპოთეკური სესხების ეს უბრალოდ წაადგება და ნუ ნახოთ ახლა წლის მეორე ნახევარი როგორ იქნება რეალიზაციის კუთხით და შესაბამისად შეიძლება წლის მეორე ნახევარში გამოჩნდეს, რომ იპოთეკური სესხების შემცირება უკვე პრობლემაა ბაზრისთვის.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 1,603,500 კვადრატული მეტრის ფართობის უძრავი ქონება შევიდა ექსპლუატაციაში, რაც შაშარდნელთან შედარებით მცირედი 0,3%-ის ტოლის ზრდაა. აღნიშნული ფართობი 1540 შენობაზე არის განაწილებული, რაც წლიურად 10%-აა შემცირებული. შენობების მესამედზე მეტი დედაქალაქში აშენდა, რომელსაც შემდეგ ადგილებზე მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და ქვემო ქართლი მოსდევს. ზემოხსენებული 1,603,500 კვადრატული მეტრის უდიდესი ნაწილი საცხოვრებელი უძრავი ქონებაა, რაც რაოდენობრივად 932 ობიექტს უდრის. ფართობით მეორე ადგილს სასტუმროები იკავებენ, როცა სავაჭრო ობიექტების და სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ნაგებობების ჯამური ფართობი 105,000 კვადრატული მეტრია. 2025 წლის იანვარ-ივნისში სულ 5,424 სამშენებლო ნებართვა გაიცა. რაოდენობრივად და ფართობით ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3%-აა შემცირებული. 2026 წლიდან გზების მშენებლობა რეაბილიტაციის დროს კომპანიებს მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენების მოთხოვნა გაუჩნდებათ. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის და გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრაზე ითქვა, ცვლილების მიზანი გზის ხარისხის და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაა. როგორც სამინისტროში ამბობენ, მოდიფიცირებული ასფალტი აუმჯობესებს გზის საფარის გამძლეობას და მდგრადობას, როგორც სიცხეში, ასევე სიცივეში. ამასთან ის უკეთესად უძლებს კლიმატურ და მექანიკურ დატვირთვას, ამცირებს ბზარების წარმოქმნის რისკს, ზრდის გზის ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების უკეთეს მოჭიდებას, რაც თავისი მხრივ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს. დღეს ამ თემას კერძო სექტორში გამოეხმაურნენ. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული ლაბორატორიული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორის შეფასებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ძალიან ზოგადია და ის დაზუსტებებს საჭიროებს. ბიზნესმენის თქმით, სტანდარტების გაუმჯობესება კარგია, მაგრამ მშენებლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ თუ რა სახის მოდიფიცირებაზე არის საუბარი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2026 წლიდან მოუწევთ ზედაფენის ასფალტის მოწყობა მოდიფიცირებული ტექნოლოგიით, ეს არის ძალიან ზოგადი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მოდიფიცირებაში იგულისხმება ნებისმიერი სახის გაუმჯობესება, ნებისმიერი ტიპის, იმიტომ რომ ასფალტის მიმართულებით არსებობს ძალიან ბევრი რისკები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება. შესაბამისად, უნდა იყოს ჩემი აზრით უფრო მეტად კომპლექსური თუ რას გულისხმობს ეს მოდიფიცირება, იმიტომ რომ შესაძლებელია ერთმა კომპანიამ ჩათვალოს მოდიფიცირება კონკრეტული ტექნოლოგიით გაუმჯობესება, მეორემ სხვა და საბოლოო ჯამში ბაზარზე შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული პროდუქტის შექმნა, რომელმაც საბოლოო ჯამში ვერ უზრუნველყოს ის გამოწვევები, რის წინაშეც რეალურად ჩვენ ვდგავართ. მოდიფიცირება სიტყვა ჩვენ პირველად ეხლა ნამდვილად არ გაგვიგია, პირველად რიკოთის მონაკვეთზე გავაკეთეთ 4 წლის წინ პოლიმერ მოდიფიცირებული ბიტუმით ასფალტი, რომელიც ნამდვილად კომპლექსურად როგორც დატვირთვების მხრივ, ასევე კლიმატური პირობების სიცხისა თუ სიცივის შესაბამისად გაცილებით ზრდის და აუმჯობესებს სამოსის მედეგობას და აღნიშნული ასფალტის 15 და 20 წლის შემდგომ ხელმეორედ გამოყენებაც არის შესაძლებელი. ანალოგიური გავაკეთეთ 2 წლის წინ საგარეჯოს მონაკვეთზეც, სადაც სრულიად პოლიმერ მოდიფიცირებული ბიტუმით მოხდა ასფალტის დამზადება და შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული 0 ლოტი, რომელიც ქართულმა კომპანიამ შეასრულა, შემიძლია ვთქვა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი ნამდვილად შეესაბამება იმ საერთაშორისო მოთხოვნებს, რასაც ითვალისწინებს მოდიფიცირებული სინამდვილეში უნდა იყოს პოლიმერ მოდიფიცირებული ასფალტის მოთხოვნები. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს, რომლის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის ქსანი სასხორის გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში მდინარე მტკვარზე ახალი 399 მეტრიანი ხიდიც აშენდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარია და ის სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებს შორის კავშირს და განმუხტავს სატრანსპორტო ნაკადს თბილისის შემოსასვლელში და ჩქაროსნულ მაგისტრალზე. თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. პროექტი ახალი შესაძლებლობების შექმნას მოიაზრებს იმ
მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის. დაფინანსების გზით მეწარმეებს შეუძლიათ მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტები. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების მიღების პროცედურა ამოქმედდება, რომელთაც წლიური ბრუნვა არ აღემატებათ $500,000. დაფინანსების პროგრამას ექვემდებარება როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა და მანქანა დანადგარები, ასევე პროდუქციის დამუშავების და დამატებული ღირებულების შექმნისათვის საჭირო სხვა კატეგორიები. საწყის ეტაპზე მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა $20,000 განისაზღვრება, მაგრამ ბენეფიციარებს ასევე დასჭირდებათ პროექტის თანადაფინანსება. განცხადების მიღება დღეს დაიწყება და ის 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქართული მოცვი ექსპორტზე ინდოეთში გავიდა. პროექტი საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია მოზრუნულყო, ხოლო თავად ექსპორტი ისტორიაში პირველად შედგა ინდოეთში. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ფანჯავიძე საქმიან დილაში ამბობს, მიმდინარე წელი ფერმერებისთვის რთული იყო, რადგან საგაზაფხულო ყინვებმა ბაღები დააზიანეს, რამაც პროდუქციის რაოდენობაზე და ექსპორტზე იმოქმედა. მიუხედავად ამისა, ასოციაციამ ახალი საექსპორტო ბაზრის ინდოეთის ათვისება მაინც მოახერხა. ინდოეთის ბაზარს ასოციაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებად აფასებს. ფანჯავიძის თქმით, ინდოეთი, ჩინეთის შემდეგ მსოფლიოს მოცვის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად ითვლება. ასოციაციას ასევე აქვს ინდოეთთან იმპორტ-ექსპორტის შეთანხმება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართული პროდუქციის ინდოეთში შეტანას დამატებითი ფიტოსანიტარული სერტიფიკატი არ სჭირდება. ინდოეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ ყველა დიდი საერთაშორისო მოცვის მწარმოებელი კომპანია მუშაობს ამ ბაზარზე და თვლის, რომ ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი ბაზარი მომავალში და ყველაზე, ასე ვთქვათ, პერსპექტიული ბაზარი გახდება ინდოეთი. ჩვენ გვქონდა სატესტო ექსპორტი, ანუ დიდი რაოდენობებით ექსპორტის სტატისტიკაში ჩანს გამომდინარე ლოჯისტიკური პრობლემებიდან და ასე შემდეგ არ გაგვიცავია და გვინდოდა რომ გვეცადა რამოდენიმე შემსწავლელთა ურთიერთობა, რამაც წარმატებით ჩაიარა. და მომავალში ვფიქრობ, რომ ლოჯისტიკის გაუმჯობესებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდება ინდოეთში ქართული მოცვის რეალიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს პროტოკოლი, ანუ ინდოეთში მოცვის შეტანა შეგვიძლია და არ გვჭირდება დამატებითი ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, ანუ ჩვენი ფიტოსანიტარული სერტიფიკატი მუშაობს ინდოეთში და ბაზრის მოცულობა ძალიან დიდი არის, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ექსპორტი ამ მიმართულებით. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეერჩია თელარა გელანტიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10:30-ზე დაიწყება. ვნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. ევროპისგან ჩამოშორება ქვეყნისთვის ნიშნავს დასასრულის დასაწყისს. ნონა წოწორია. როგორ გვაშორებს ანტიდემოკრატიული კანონებით ოცნების ხელისუფლება ევროპას? რამდენად დაეცა ქართული სასამართლოს რეპუტაცია მოსამართლეების სანქცირების შემდეგ და როგორ შეიძლება მისი გადარჩენა? რას ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლის თემის აქტუალიზება და საიდან უნდა იწყებოდეს რეალური ბრძოლა? დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბირჟებზე საუბრით და განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით შეგვიძლია დავიწყოთ, რომელიც დიდად გამორჩეული, საინტერესო და დინამიური ამერიკული ბაზრებისათვის არ ყოფილა. მცირედი კორექციას კი ვიხილეთ, თუმცა ის იყო როგორც მოსალოდნელი, ასევე მისასალმებელი. ამ წუთებში, როგორც ხედავთ, Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე ისევ და ისევ გვაქვს აღმასვლის ტენდენცია და S&P 500-თან მიმართებით, მაგალითად, ეს არის +0.21% და ამ ყველაფრის ფონზე ამერიკული უმსხვილესი კომპანიების საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი ახალ რეკორდულ მნიშვნელობამდე. Dow Jones-საც
პოზიტიური შედეგი აქვს +0.05%, აი რაც შეეხება NASDAQ-ის ინდექსს, ის +0.40%-ს აფიქსირებს, როგორც ხედავთ, ბოლო პერიოდში ამერიკულ კომპანიებს ძალიან კარგად აქვს საქმე, უფრო კონკრეტულად კომპანიების მიხედვით, როგორც თავად ხედავთ, საუკეთესო შედეგს ისევ და ისევ აჩვენებს Nvidia, რომელიც ისედაც პირველ ადგილზე იმყოფება გლობალურ რეიტინგში და მან დღეს კიდევ დამატებით 2% დააფიქსირა და ამჟამინდელი მდგომარეობით მისი საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე აჭარბებს 4.364 მილიარდ დოლარს. რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური რეკორდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში ასეთი მაღალი შეფასება არც ერთ კომპანიას არასოდეს ჰქონია. ასევე შედარებით პოზიტიური დინამიკა დღეს აქვს Google-ს, ისიც დაახლოებით +-1%-იან ზრდას აფიქსირებს, Broadcom-ს რაც შეეხება, ის +0.75%-ს აჩვენებს და სხვათა შორის Broadcom-ზე ხშირად არ ვსაუბრობთ, რადგანაც ის retail სექტორზე ფოკუსირებული კომპანია არ არის, მაგრამ Broadcom-ის სერვისებს იყენებენ ლამის ყველგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ ყველაფრის ფონზე მისი კაპიტალიზაცია უკვე არის $1.4 ტრილიარდი და ის ამ შეფასებით არის პლანეტის რეიტინგში მერვე ადგილზე და სხვათა შორის ბოლო 2-3 წლის განმავლობაში Broadcom-ს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გლობალურ ბირჟაზე, მიუხედავად იმისა, რომ მის ბრენდს, მის სახელს და პროდუქტებს ესე საჯაროდ ნაკლებად იცნობენ, თუმცა ფინანსური შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ამ კომპანიაზე ინდობიან და თანაც ინდობიან პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები. მოკლედ, ამერიკულ საფონდო ბირჟას ძალიან კარგად აქვს საქმე, რაც პრინციპში არის გამპირობებული ტრამპის მიერ გატარებული სავაჭრო პოლიტიკით, მსოფლიოს მასშტაბით შეთანხმებების მიღწევით და ასევე იმ ფაქტით, რომ ამერიკულ კორპორაციულ სექტორს აქვს შესანიშნავი შედეგები. აქვე, რადგანაც შედეგებს ვახსენებთ, იმასაც გეტყვით, რომ დღეს, როდესაც საფონდო ბირჟაზე შეწყდება ვაჭრობა, ანუ თბილისის დროით დაახლოებით 12 საათზე, გამოქვეყნდება Meta-ს და Amazon-ის ფინანსური შედეგები. არის მოლოდინი, რომ ორივე კომპანია გადააჭარბებს ყველანაირ პროგნოზს. ამ მოლოდინს ამყარებს ის მოცემულობა, რომ პირველ რიგში რომ Prime Day იყო, ცოტა ხნის წინ და ასე დროს Amazon-ს როგორც წესი ყოველთვის რეკორდული შედეგები აქვს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კიდევ ის არის, რომ Meta ბოლო პერიოდში აფიქსირებს როგორც გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობას, ასევე Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის ზრდას. ეს კი როგორც წესი პირდაპირ გადაითარგმნება ხოლმე კომპანიის გაზრდილ ფინანსურ შედეგებში. მოკლედ, ველით მათ კვარტალურ ამონაგებებს, მანამდე კი გადავინაცვლოთ ევროპის რეგიონში, სადაც გვაქვს შედარებით ნეიტრალური განწყობა. დღის განმავლობაში 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ფაქტობრივად არ შესცვლილა, ხოლო დღევანდელ ვითარებაში არც ცვლილებაც კი არის ძალიან დიდი დანაკარგი, რადგანაც როდესაც 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის ნულის ფარგლებში პლუს-მინუს ზრდის მაჩვენებლით, ამ დროს S&P 500-იც და NASDAQ-იც მატებას აფიქსირებენ და ამ დროს რა თქმა უნდა ინვესტორებს უჩნდებათ სურვილი, რომ თავიანთი კაპიტალი გამოიტანონ ევროპიდან და გადაიტანონ ამერიკაში და ამ გადინებას ჩვენ უკვე ძალიან კარგადაც ვხედავთ. Nikkei-ის ინდექსსაც ასევე ფაქტობრივი უძრაობა აქვს, შანხაის რაც შეეხება ის მცირედ მატებას აფიქსირებს და ეს არის +0.16, თუმცა დიდად გამორჩეული საინტერესო და შემზარავი აზიის რეგიონში ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, ძალიან სტაბილურად ინარჩუნებს აზია შედარებით აღმასვლისაკენ მიმართულ ტენდენციას, თუმცა ამის შედარება ამერიკასთან უბრალოდ არის შეუძლებელი, რადგანაც ამერიკული ინდექსები ყოველ დღე უკვე აფიქსირებენ ახალ რეკორდულ ამონაგებს და არც დღევანდელი დღე გამრავლისი არ ყოფილა. ნავთობზეც ტრადიციულად უნდა ვისაუბროთ, მისი ფასი არის გაზრდილი საშუალოდ 1%-ით, ერთ კვირაში კი უკვე 7% არის მატება, ანუ რეალურად გაძვირებულია ნავთობის საკმაოდ სერიოზულად. ამ ყველაფრის ფონზე ბრენტის ფასი არის 73, ხოლო WTI-ის ფასი შეადგენს $70. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ისიც არის გაძვირებული 3%-ით და $67 უახლოვდება ურალის ფასი. აქვე შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა თუ რატომ იზრდება ახლა მაინც და მაინც ნავთობის ფასი, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის გაძვირების სეზონი წესით არ არის, არც OPEC-ს მიუღია რაღაც შოკის მომგვრელი გადაწყვეტილება, არც საუდის არაბეთი არ ამბობს არაფერს და რა ხდება, რა ამოძრავებს ბაზრებს. ბაზრებს ამოძრავებს რეალურად ერთი მოლოდინი. ეს მოლოდინი უკავშირდება ტრამპის მუქარას, რომელიც ამბობს, რომ ის ინდოეთსა და ჩინეთს დაუწესებს 100%-იან ტარიფებს, თუ კი ეს ქვეყნები არ შეწყვეტენ რუსული ნავთობის შესყიდვას.
აქ ლოგიკა არის ძალიან მარტივი, თუ კი ეს ქვეყნები შეწყვეტენ რუსული ნავთობის შესყიდვას, მაშინ კრემლი საბიუჯეტო შემოსავლებს ვერ მიიღებს და უკრაინაში ომის გაგრძელება იქნება ფიზიკურად შეუძლებელი, მაგრამ აქვე არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელსაც ბაზარი ახლა ითვალისწინებს. თუ კი ეს ორი გიგანტი სახელმწიფო მართლაც შეწყვეტენ ნავთობის შესყიდვას რუსეთიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ საერთაშორისო ბირჟიდან, მათ შორის ოპეკის წევრი სახელმწიფოებიდან და რუსული ნავთობი ამ დროს დარჩება ფაქტობრივად გაუსაღებელი. როდესაც ბაზარზე იმატებს მოთხოვნა, მიწოდება იკლებს, ვინაიდან რუსული ნავთობის მიწოდება უბრალოდ ფიზიკურად ვერსად ვერ მოხდება, სამართლებრივი შეზღუდვების გამო, ეს ყველაფერი გამოიწვევს სავარაუდოდ ნავთობის ფასის ზრდას. აი, ამ მოლოდინს ითვალისწინებს ახლა ბაზარი, სწორედ ამაზე არის გადაწყობილი ყველა ინვესტორი და ტრეიდერი და ამიტომაც ხედავთ ნავთობის გაძვირებას ბოლო პერიოდში, თუმცა ყველაფერი გაირკვევა სავარაუდოდ ორ კვირაში, როდესაც უკვე ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ვნახავთ თავად ჩინეთი და ინდოეთი რა ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით. მანამდე კი ვართ მოლოდინის რეჟიმში და უნდა შევეგუოთ 7%-ით გაძვირებულ ნავთობს, რომელიც ქართულ ბაზარზეც აუცილებლად აისახება. ამ ყველაფრის ფონზე ოქროზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა, მას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მართლაც სახარბიელო შედეგი არ აქვს, საერთოდ ერთ კვირაში უკვე -3% არის ოქროსთან, ის $3,300 ნიშნულსაც კი ჩამოწდა, მაგრამ ამ მცირედი კორექციის მიუხედავად ოქროს მაინც შესანიშნავი შედეგი აქვს ერთწლიან პერიოდში და ეს არის +25%, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელიწადი არის. ოქროსათვის ვერცხლიც შესანიშნავი შედეგითაა, დაახლოებით +30% გვაქვს ამ მიმართულებით, რაც თავისი არსით არის განპირობებული მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით. შეიძლება საფონდო ბირჟებზე კარგად იყოს ვითარება, მაგრამ რისკები არსად გამქრალა, უბრალოდ ინვესტორები ამ რისკებს შეგვენ, რადგანაც ადამიანის ბუნება არის ასეთი ადაპტირებადი. დროა კრიპტოინდუსტრიაზე გადავინაცვლოთ, სადაც გვაქვს საერთო ჯამში კლება 4%-იანი და ბაზრის საერთო შეფასება ამჟამად არის, როგორც ხედავთ, $3,930 მილიარდი. ბიტკოინის ფასი არის დაახლოებით ისევ და ისევ $118,000 და ბოლო პერიოდში არის რაღაც ანომალია უბრალოდ. როგორც ხედავთ, ერთ კვირაში ბიტკოინის ფასი შეიცვალა სულ რაღაც 0.5%-ით და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ახლა ბიტკოინი უფრო ნაკლებად მერყევი აქტივია, ვიდრე S&P 500. ეს არის რაღაცნაირად უიშვიათესი მოვლენა, რაც იმაზე მეუთითებს, რომ ბიტკოინში უკვე კაპიტალი არის კონსოლიდირებული, აქ ინსტიტუციური ინვესტორების მოთხოვნა არის ძალიან მაღალი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რიტეილ ინვესტორები ბიტკოინს უკვე ნაკლებად ყიდულობენ, მათი ყურადღება უფრო მეტად არის მიმართული ალტკოინებზე და ალტკოინების მიმართულებით, რა თქმა უნდა, როგორც წესი, სტაბილურად ჩემპიონი არის ეთერიუმი, რომლის ფასიც ბოლო პერიოდში მკვეთრადაა გაზრდილი და ერთი ეთერიუმის ღირებულება, როგორც თავად ხედავთ, შეადგენს $3,800. ეს დინამიკა საბოლოო ჯამში ალბათ იმის მაუწყებელია, რომ ნელ-ნელა გადავდივართ ალტ სეზონში, რა დროსაც კაპიტალი გამოედინება ბიტკოინიდან და გადადის ალტკოინებში, ან შემოდის ახალი კაპიტალი და ისიც პირდაპირ არის მიმართული ალტკოინებისაკენ. ჯერჯერობით ამაზე მიუთითებს ბაზრის დინამიკა, თუმცა რა თქმა უნდა, ვითარება და მოვლენები შეიძლება ძალიან სწრაფად, ძალიან მალევე შეიცვალოს. სანამ კრიპტოინდუსტრიას დაადგებათ საშუალება, იქამდე გადავინაცვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც მოგესალმებათ წარმოდგენილნი არიან ქართული კომპანიები, ტრადიციულად ვიწყებთ საქართველოს ბანკით, რომელმაც დღესაც ახალი რეკორდი დააფიქსირა, დამატება ჰქონდა კიდევ დამატებით 2% და ბოლო პერიოდში თუ დავაკვირდებით დინამიკას, თუ კი ვინმე აპრილის მიწურულს შეიძინა საქართველოს ბანკის აქციები, დღეისათვის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლოსალური ამონაგები დადო, რადგანაც მაშინ პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ინვესტორების განწყობა მკვეთრად გაუარესებული იყო ქართული საბანკო და ზოგადად ქართული ეკონომიკის მიმართ, თუმცა მას შემდეგ ბანკებმა დააფიქსირეს ძალიან გრადი ზრდა, რაც ფინანსურ შედეგებში გამოისახება და ამის ფონზე მათი კაპიტალიზაცია არის გაზრდილი. TBC-ც აგრეთვე შესანიშნავ შედეგს აჩვენებს, +0.72% გვაქვს და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ისიც მიაღწევს ახალ რეკორდულ ნიშნულს და საერთო ჯამში დინამიკა TBC-სთანაც არის ანალოგიური, ვინც იყიდა აპრილის მიწურულს, დღეს არის ძალიან დიდ მოგებაში. უნდა ვისაუბროთ აქვე ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომლის გასვლითი კურსიც დღესაც გამყარდა სხვათაშორის დოლართან მიმართებით და ის ამჟამად შეადგენს 2.70. ევროს გასვლითი კურსი გვაქვს 3.12, აქაც ლარი არის ბოლო პერიოდში გამყარებული, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.61, ამ მიმართულებითაც ლარის შედეგი დადებითია. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ
ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად ამ ეტაპზე შეადგენს, როგორც თავად ხედავთ, 10.9% საკმაოდ კარგ ამონაგებზე გვაქვს საუბარი, ხოლო თუ კი ანგარიზე თქვენი თანხის მოცულობა აჭარბებს 50,000 ლარს, მაშინ უკვე სარგებელი აღწევს ლამის 12%-საც კი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო სტაბილური ამონაგებია, რომლის მიღებაც საერთოდ შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით, არა თუ უბრალოდ საქართველოში. მოკლედ, აი ესეთი საინვესტიციო შესაძლებლობა არსებობს და ამ ყველაფრის ფონზე თანაც Foresight Investment Group-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ რეალურად თანხის გატანა, შემოტანა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეზღუდვების გარეშე, არანაირი ვადები და შეზღუდვები ამ მიმართულებით არ არსებობს. თავად Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. იმ ვითარებას, რომელსაც ხედავთ გლობალურ საფონდო ბირჟაზე, ქმნიან ის კომპანიები, რომელთა აქციები ამა თუ იმ ბაზარზე მთელ მსოფლიოში ილისტება და ივაჭრება საჯაროდ, ანუ მათი აქციები განთავსებულია ამა თუ იმ საფონდო ბირჟაზე. ზოგადად კომპანიის ტენდენციებს და იმას თუ როგორ იცვლება მისი საბაზრო დინამიკა განაპირობებს ის ქმედებები, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტი მიიღებს მოკლედ უგრძელვადიან პერიოდში, რაც პირდაპირ დაკავშირებულია შედეგებთან. შედეგების გარდა ძალიან ბევრი სხვა საინტერესო სიახლე დაუგროვდა რამდენიმე ძალიან დიდ კომპანიას მსოფლიოში, მათ შორის არის Novo Nordisk, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარმაკოლოგიური კომპანია, ერთ დროს იყო ევროპის ყველაზე დიდი კომპანია, რომელსაც დღეს ცუდი პერიოდი უდგას, აგრეთვე სიახლეები არის Elon Musk-თან დაკავშირებით, მაგრამ არა Tesla-ს და SpaceX-ის ჭრილში, არამედ The Boring Company-ის ჭრილში, რომელიც ერთ-ერთი სტარტაპია აგრეთვე Elon Musk-ის პორტფოლში. ამ და სხვა კომპანიებზე დღევანდელ საქმიან საღამოში უფრო ვცლად მოგიყვებით. დღეს საქმიან საღამოში ასევე ვისაუბრებთ ბრილიანტის ფასზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგვეჩვენოს ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო აქტივად, ან თუნდაც ძვირფას ვქვათ, ბოლო პერიოდში არის ძალიან მკვეთრად გაუფასურებული, კერძოდ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ვარდნა არის უკვე 43% და თუ კი ასე გაგრძელდა ეს დინამიკა, სავარაუდოდ ბრილიანტი თავისი ღირებულების ნახევარსაც კი დაკარგავს და ეს ყველაფერი არის ძალიან უჩვეულო და უცნაური მის ფონზე, რომ ოქროც და ვერცხლიც რეკორდულ მწვერვალებს აღწევენ. მოკლედ, რა სჭირს ბრილიანტს, რატომ უფასურდება ის ასე მკვეთრად და სანამ შეიძლება გაგრძელდეს ეს დინამიკა? ამ საკითხებზე რამდენიმე წუთში მოგიყვებით. მანამ სანამ მოგიყვებით ვითარებას გლობალურ ბიზნესში და აგრეთვე გაგაცნობთ იმ დინამიკას, რომელიც იკვეთება ბრილიანტების ბაზარზე, მოგიყვებით თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინადარი სკოტ ბესენტი აგრძელებს რიტორიკას, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი მესამე ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსებაში პირდაპირ თუ ირებად და სანქცირდებიან ძალიან დიდი პროცენტით, ანუ მიიღებენ ძალიან დიდ ჯარიმას, რომლის გადახდა აუცილებლად მოუწევთ. ამ შემთხვევაში საუბარი არის ძირითადად იმ ქვეყნებზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, რადგან რუსეთი, როგორც ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, დღემდე იღებს ძალიან დიდ შემოსავალს სხვა ქვეყნებისგან. ეს ქვეყნები ძირითადად არის ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი, მაგრამ ცხადია სხვა ქვეყნებიც ყიდულობენ დიდი ღირებულებით ნავთობს რუსეთის ფედერაციიდან. ჩინეთი და ინდოეთი რუსულ ნავთობს ყიდულობენ, იმიტომ რომ ის უფრო იაფია და აძლევს ამით აძლევენ საშუალებას საკუთარ მოსახლეობას, რომ უკეთესად იცხოვრონ, განავითარონ ქვეყნის ეკონომიკა, დადონ უკეთესი ეკონომიკური ზრდა და ასე შემდეგ. მაგრამ ამას აქვს პოლიტიკური ფასი, რომელიც ამ დრომდე ამ ქვეყნებს პირდაპირ ესე არ გადაუხდიათ, რადგან ასე ამ ტიპის აქციები არ იყო დაწესებული, მაგრამ ახლა დონალდ ტრამპმა შეიძლება დააწესოს უახლოეს პერიოდში სანქციები სწორედ ჩინეთზე და ინდოეთზე, რაც მოიცავს 100%-იან ტარიფს ამ სახელმწიფოებზე, თუ კი ისინი სანქციების ამოქმედების შემდეგაც გააგრძელებენ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას და ამით პირდაპირ თუ ირიბად უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსებას, რადგან როგორც ვიცით, რუსეთში სამხედრო ბიუჯეტი მოქმედებს უკვე რამდენიმე წელია, რომლის უდიდესი კონტრიბუტორი არის სანავთობო ინდუსტრია, ნავთობის და გაზის და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებელი ძირითადად რამდენიმე დიდი მსხვილი კორპორაცია, მათ შორის სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ყიდიან მიწაში არსებულ შავ ოქროს საერთაშორისო ბაზარზე, ძალიან ლიმიტირებულ საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ეს რაოდენობრივად მაინც არ ისახება გაყიდვებზე და ამით იღებენ შემოსავალს, რომელსაც უკვე ხარჯავენ სამხედრო შეიარაღებაში, მის წარმოებაში და მარტივად რომ ვთქვათ, ომის წარმოებაში უკრაინის
ტერიტორიაზე. კიდევ ერთ საკითხი, რომელიც უშუალოდ ჩინეთს უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების კონტექსტში, არის ის, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია გლობალურ მედიაში, თითქოს ჩინეთი ირიბად ეხმარება რუსეთს არა მხოლოდ ფინანსურად, რაც სწორედ ზემოხსენებული სქემის ფუნქციონირებით გამოიხატება, არამედ იმ სამხედრო კუთხითაც, რაც ნიშნავს, რომ მოკლედ რაღაცა სქემა არის შექმნილი, რაზედაც თავისუფლად Reuters-მა, Bloomberg-მა და სხვა გამოცემებმა დაწერეს, რომ ჩინური კომპანიები აწვდიან რუსულ კომპანიებს სამხედრო დრონებს, რომელსაც მოგვიანებით უკვე სამხედრო დრონები იყენებენ, რომელსაც მოგვიანებით რუსი ჯარისკაცები იყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე. ცხადია, პირდაპირ ჩინეთი ესე ვერ გადასცემს ოფიციალურად რუსეთს სამხედრო ტექნიკას, რადგან პოზიცია ასეთი აქვს მას, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას პირდაპირ აძლევენ ხარდაჭერას ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მაგრამ ჩინეთის შემთხვევაში ეს ასე არ არის, მაგრამ არსებობს საუბრები და სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ჩინეთი ირიბად ეხმარება რუსეთის ფედერაციას, რადგან ამაში ხედავს გარკვეულ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე. შეიძლება სიმართლე იყოს, შეიძლება არ იყოს სიმართლე, მაგრამ გარკვეული ქვეყნები რუსეთს ცედაც ეხმარებიან. ამ ჩამონათვალში არის ჩრდილოეთ კორეა, რომელიც პირდაპირ ჯარისკაცებს აწვდის რუსეთის ფედერაციას, აგრეთვე არის ირანი და კიდევ რამდენიმე ძირითადი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად აგრეთვე არის ჩართული ამ ომში, მაგრამ თუ კი ამ ტიპის სანქციები მართლა ამოქმედა რისთვისაც დონალდ ტრამპს უკვე 50 დღე კი არა დაახლოებით 10 დღე და უკვე ნაკლები აქვს მიცემული დაახლოებით 1 კვირა რუსეთისთვის თუ კი არაფერი შეიცვალა და ომი არ დასრულდა რის ალბათობაც 7 დღეში ძალიან მწირია ობიექტურები თუ ვიქნებით მაშინ შეიძლება დონალდ ტრამპმა მართლაც დააწესოს 100%-იანი ტარიფები უკვე იმ ქვეყნებისთვის რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები ამაში მაგრამ ცხადია რუსეთისთვის დამატებით სანქციები დაწესდება ეს არ არის მხოლოდ სანქციები ჩინეთზე ინდოეთზე და სხვა ქვეყნებზე არამედ რუსეთი მიიღებს დამატებით სხვა სანქციებს რომელიც აგრეთვე შეუზღუდავს ნავთობით და სხვა ენერგორესურსებით და ზოგადად სხვა პროდუქტებით ვაჭრობას მთელ მსოფლიოსთან. ხო, ამ საკითხს სხვადასხვა გამოეხმაურა რუსეთიც, მათ რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ასეთი ტიპის ულტიმატუმი, რაც რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის ვის მოსწონს ზოგადად ულტიმატუმები და განსაკუთრებით რუსეთს, რომელიც როგორც წესი თავად აყენებს ხოლმე ულტიმატუმებს, მაგრამ ეს არის ამერიკა, რომელსაც მსგავსი რამ შეუძლია და პრინციპში ერთადერთი ქვეყანა არის პლანეტაზე ამერიკა, რომელსაც შეუძლია რუსეთს პირობები დაუწესოს გარკვეულ საკითხებთან მიმართებით. მოკლედ, პესკოვი გამოეხმაურა ტრამპის ამ განცხადებას და განაცხადა, რომ ტრამპი ცდილობს დიპლომატიური პროცესის ძალით შეფერხებას ახალი ტიპის არეულობის გაღვევას და საერთო ჯამში რუსეთის ინტერესების დაზიანებას. აქ რაღაცნაირად ნატოლობრივი სიმართლეც არის, ტრამპს ეს დიპლომატია, რაც არსებობს, არ მოსწონს, რადგანაც შეხვედრა, რომელსაც შედეგად მოყვება მხოლოდ ტყვეების გაცვლა, არაფრის მომცემია უბრალოდ. ასეთი შეხვედრები ძალიან ბევრჯერ გაიმართა და უკრაინა რუსეთის ომის დასრულება ჯერჯერობით ჰორიზონტზეც კი არ ჩანს. ამიტომაც ტრამპს მარტივად რომ ვთქვათ, ეს ჟესტები და დიპლომატია ამოვიდა ხელში და პირდაპირ გადავიდა საქმის მოგვარებაზე. ასევე ტრამპის ამ გადაწყვეტილებას მედვედევიც გამოეხმაურა, მან განაცხადა, რომ ეს არის მორიგი ამერიკული შოუ. ის ტრამპს ესე საჯაროდ აკრიტიკებს ხოლმე, ზოგადად მედვედევი ყველაზე რადიკალური კომენტარებით გამოირჩევა, მათ შორის ყველაზე არასერიოზული კომენტარებითაც და ამჯერადაც მან ამორჩევლის და მოქალაქეების იმედები არ გააცრუა და თქვა ისეთი რამ, რაც ალბათ მათ გულზე მოუხანს, თუმცა ეს რუსეთის ეკონომიკას და თავად რუსეთს როგორც ქვეყანას რამდენად უშველის, ეს საერთოდ სხვა საკითხია. ასევე გამოხმაურება მოხდა ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ზელენსკის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ ულტიმატუმი იყო და არის დროული, ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება რუსეთი აიძულონ, რომ იგი გაჩერდეს, მშვიდობას დათანხმდეს და ამ ულტიმატუმის ამოქმედების პერიოდში და პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ამერიკის ჩართულობა, რადგანაც თუ კი ამერიკა არ იქნება ის ქვეყანა, რომელიც ამ მოლაპარაკებას მოუყრის თავს, მაშინ ეს მოლაპარაკება ვერასდროს ვერ შედგება, რადგანაც არცეთ სხვა ინდივიდუალურ სახელმწიფოს ასეთი ძალაუფლება არ აქვს. ერთადერთი ქვეყანა არის მხოლოდ ამერიკა, რომელსაც შეუძლია რეალურად ინდოეთისა და ჩინეთის ინტერესების დაბლოკვაც კი. სწორედ ამიტომაც ტრამპი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფიგურა ამ ომის დასრულების პროცესში. ეს ტრამპმა ძალიან კარგად იცის და სავარაუდოდ ის ამ კოზირს თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში აუცილებლად გამოიყენებს კიდეც. დონალდ ტრამპი ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს უკრაინაზე და ერთი კონტექსტი, რომელზედაც პრინციპში ბოლო პერიოდში ნაკლებად ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მაგრამ ახლა გახდა აქტუალური, უკავშირდება უკრაინელი ლტოლვილების საკითხს, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით, ძალიან ბევრი ადამიანი ჩასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, რადგან იმ დროს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გამარტივებული სავიზო პროცესი იყო უკრაინელებისთვის, რითაც მოკლედ ეს კარგი ჟესტი
ტესტი გამოიჩინა ამერიკის შეერთებულ შტატებმა ქვეყანამ, რომ სადაც მოხვედრა არის ძალიან რთული. თუ ყველაზე რთული ხო, არა. ყველაზე რთული ალბათ, რადგან ყველაზე რთული საიმიგრაციო პოლიტიკა ნამდვილად აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ 240,000-მა უკრაინელმა ამ ძალიან მარტივი პროცედურით ისარგებლა და მოხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასახლდა ძალიან ბევრი მათგანი დარწმუნებული ვარ იქიდან გადასვლას აღარც აპირებს არასდროს არც მათ შორის უკრაინაში სადაც ომი როდესმე მართლა დამთავრდება და იქნება აღმშენებლობა, მაგრამ ცხადია ამერიკა არის ეს და ამერიკისგან მისწრაფის სადაც ადამიანი და ეს არის ქვეყანა სადაც ყველაფერი არის შესაძლებელი, ამიტომაც ამ ადამიანებს დიდ ნაწილი ალბათ საკუთარი ნებით ამერიკას არ დატოვებს. ეს ლოგიკურია, ამაში სპეკულაციური არაფერი არ არის და ეს სავსებით მოსალოდნელია და ამ მოსალოდნელ შედეგებს გარკვეულწილად აფასებს თავად დონალდ ტრამპიც, რომლის საიმიგრაციო პოლიტიკა ისედაც საკმაოდ კაცრია და ზოგადად რესპუბლიკელების საიმიგრაციო პოლიტიკა, მათ შორის ბოლო პერიოდში ISIS სახელით ცნობილ ოპერაციებს ხედავთ უკვე რამდენიმე ხანია, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატებისა, სადაც განსაკუთრებით აქტუალურია არალეგალური მიგრაციის პრობლემა მექსიკიდან გამომდინარე და ძალიან დიდი ნაბიჯები ითქმება არალეგალური მიგრაციის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ არალეგალურთან საქმე არ გვაქვს, ნამდვილად ეს ადამიანები სავსებით ლეგალურად იმყოფებიან, მაგრამ ისინი მაინც მიგრანტები არიან და ეს მიგრაციულ პოლიტიკაში დონალდ ტრამპისა შედის და ამიტომაც ამბობს დონალდ ტრამპი, რომ უკრაინელები ამერიკაში დარჩენას ომის დასრულებამდე შეძლებენ. ანუ ჯერჯერობით მათი გაშვება, ქვეყნიდან დეპორტაცია, გადასახლება და ამ შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება არ იგეგმება, რადგან იქ ცხადი ომია და ამას ვერ გააკეთებს ამერიკა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, მაგრამ ომი როცა დასრულდება, სავარაუდოდ ამ ადამიანების დაბრუნება, ეგრეთ წოდებული რეპატრიაცია იგეგმება ალბათ უკვე მშობლიურ მიწაზე, რასაც ალბათ ვიხილავთ მაშინ, როცა ომი დასრულდება. ეს თარიღი როდის არის ჩვენ არ ვიცით, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ის არის, რომ ზოგადად ეს ჯდება დონალდ ტრამპის პოლიტიკის ნაწილში, რადგან ჰუმანიტარული პროგრამების გადახედვაც დაიწყო და ეს თავის არსით ჰუმანიტარული პროგრამა იყო, რადგან ხელი შეუწყეს თავის დროზე უკრაინელების ძალიან დიდი რაოდენობით განმოსახლებას, ხადია ამერიკამ ასობით მილიარდი დოლარი დახარჯა აგრეთვე უკრაინის მხარდაჭერაზე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიის შიგნით, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და ყველაფერზე იხარჯება ამერიკელ გადასახადების გადამხდელთა ფული. და ამიტომაც დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკელი პოლიტიკოსია, როგორც წესი, იზიარებს იმ ხედვას, რომელიც რესპუბლიკელებს აქვთ, რაც ნიშნავს, რომ საბიუჯეტო დახმარებები გარკვეულწილად ლიმიტში უნდა მოიქცეს და უნდა შემცირდეს და ამიტომაც სწორედ ეს პროგრამა მოხდება აი ამ ნაწილში, მაგრამ თეორიულად თუ კი ომი არ დასრულდა დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში, მაშინ უკვე სხვა პრეზიდენტი იზრუნებს ამერიკაში გადასახლებული უკრაინელების ბედზე. მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე საინტერესო არის ის მოცემულობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ანუ IMF-მა შეამცირა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თანაც საკმაოდ მკვეთრად. აქამდე იყო პროგნოზი, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკა გაიზრდებოდა დაახლოებით 1.9%-ით, ახლა კი უკვე IMF-ი მოელის, რომ ზრდა ყველაზე კარგ ვითარებაში იქნება 0.9%-ის ფარგლებში, ანუ 0.6% პუნქტიანი ჩამოქვეითება გვაქვს და თანაც IMF-ი აქვე ძალიან საინტერესოდ დასცენს იმასაც, რომ ეს ყველაფერი ეფუძნება დღევანდელ კალკულაციას, ანუ ნავთობის დღევანდელ ფასს, რუსული ნავთობის ექსპორტის დღევანდელ მოცემულობას და იმ სატარიფო რეჟიმს, რომელიც დღეს მოქმედებს. მაგრამ თუ კი ხვალ მაგალითად რუსული ნავთობის რეალიზაცია გართულდება, რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება და ამ ყველაფრის ფონზე ისიც გაჩნდება მსოფლიოში, რომ შეიძლება საერთოდ რუსეთთან ბიზნესის კეთება შეიზღუდოს ყველა ქვეყნისათვის ამერიკის ჩართულობით, მაშინ ეს, ასე ვთქვათ, მოლოდინი სრულად იქნება წაშლილი და IMF-ი საერთოდაც ახალ პროგნოზს დადებს, რომელიც შეიძლება ზრდა საერთოდაც კი არ იყოს, მან სტაგნაცია ან რეცესიაც შეიძლება გამოჩნდეს და ეს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ბოლო პერიოდში ისედაც საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს სხვადასხვა მიმართულებით, წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას და თანაც ეკონომიკური ზრდის შენელების პრობლემაზე საუბრობენ არა უბრალოდ IMF-ში, არამედ თავად რუსეთის ცენტრალურ ბანკშიც, რომელიც როგორც წესი რეალობას ყოველთვის ალამაზებს და იმაზე უკეთესად წარმოაჩენს ვიდრე არის, მაგრამ ეკონომიკური ზრდის შენელების დამალვა უბრალოდ შეუძლებელია, ვერ გააყალბებ სამუდამოდ და უსასრულოდ სტატისტიკას, ერთ დროს მოგიწევს აღიარება, ამას უკვე აღიარებს ცენტრალური ბანკი და სწორედ ამიტომაც ის უკვე იწყებს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას წინა შეხვედრაზე საერთოდაც 200 საბაზისო პუნქტით შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი 18%-მდე, რადგან უბრალოდ იძულებულია ცენტრალური ბანკი, რომ როგორმე ეკონომიკური აქტივობა დაბუსტოს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკური
აქტივობის დაბუსტვა მარტივი არ იქნება, ქვეყანა საერთაშორისოდ არის შეზღუდული, იქ სამხედრო ეკონომიკა უკვე ჩამოყალიბებული და ასეთი ეკონომიკა შეიძლება მოკლევადაში იყოს მდგრადი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის ვერასოდეს ვერ ინარჩუნებს საკუთარ ზრდის ტემპს. იმის ფონზე, როცა IMF-მა შეამცირა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მან გაზარდა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც ერთგვარი გადახოვა იმ რამდენიმე თვის წინ გაცხადებულ პოლიტიკასთან თუ შეფასებასთან, რომელიც IMF-ს ჰქონდა მაშინ, როცა ტარიფები დაწესდა და სისხლისღვრა იყო საფონდო ბირჟაზე ყველაფერი გაწეთლებული იყო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაშინ რეალურად პანიკა იყო და პანიკა მოიცვა აგრეთვე IMF-ი და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ამერიკაში რეცესიას პროგნოზირებდნენ, მსოფლიოშიც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან შენელებას, მაგრამ 70% იყო რეცესიის ალბათობა. კი, იყო მათ შორის ჯეიმი დაიმონი საუბრობდა ამაზე, მსოფლიოს ყველაზე დიდი ბანკის გენერალური დირექტორი, ალბათ საუკეთესო ბანკირი, ერთ-ერთი სულმცირე ტრილიონიანი ბანკის ხელმძღვანელი ლამის. კი. და მოკლედ ძალიან ბევრი სხვა ადამიანი საუბრობდა ამაზე ღიად, მაგრამ არ დადგა ჯერ ყოველ შემთხვევაში ეს შედეგი, რადგან თავად ტარიფების პოლიტიკაც გარკვეულწილად შეიცვალა, ხალხი ადაპტირდა მასთან და მოკლედ ისეთ შედეგი აღარ ყოფილა ეკონომიკაზე, როგორც იყო პირიქით საფონდო ბირჟამ დააფიქსირა მორიგი მსოფლიო ყველა დროის ყველაზე მაღალი ნიშნულები ბოლო პერიოდში NASDAQ-ს და დღესაც, ასე რომ ამ მიმართულებით ზოგადად კარგი არის ყველაფერი, ეგეთ მთლიანში და პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ ამერიკაში 3% იყო ის. აგრეთვე კარგი მაჩვენებელია დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მიუთითა ჯერომ პაუელს რომ დაიწყოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, მაგრამ ეს არ ვიცით ისე მოხდება თუ არა, უკვე ალბათობა იმის ალბათ გაზრდილია გაცილებით, რომ შემცირდება სულმცირე მინიმალური ბიჯით მაინც რეფინანსირების განაკვეთი, რადგან უკვე ძალიან დიდი წნეხი არის ჯერომ პაუელზე, არა მხოლოდ პრეზიდენტისგან, არამედ ზოგადად ეკონომიკური ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, რადგან ვითარება კარგია ამერიკაში და ამიტომაც მოკლედ ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ თემა სხვა არის, რომ მოკლედ პროგნოზი IMF-ისა არის 2025 წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, 2026 წელს კი იქნება 3.1%, ორივე ეს მაჩვენებელი მცირედ დადებით ზრდას წარმოადგენს ადრე არსებულ პროგნოზთან შედარებით. აქვე ძირითადი მამოძრავებელი არის ის, რომ გლობალური ინფლაცია არის დასტაბილურებული, მიწოდების ჯაჭვები არის აღდგენილი, რაც მოკლედ კომპანიებს აძლევს საშუალებას, რომ კვლავ აგენერირონ მაღალი შემოსავალი და შესაბამისად მაღალი წმინდა მოგება და აგრეთვე სავაჭრო სატარიფო ომის გაქარწყლებული ეფექტი მივიღეთ გარკვეულწილად, რადგან დიდ ქვეყნებთან გარიგებები დაიდო, ბევრ ქვეყანასთან კიდევ დაიდება და ნუ საბოლოო ჯამში ის პანიკა, რომელიც იყო ბაზრებზე დღეს უკვე აღარ არსებობს და აგრეთვე მოკლედ მთელი ეს ვითარება ქმნის შედარებით დადებით განწყობას ინვესტორებისადმი, აგრეთვე ზოგადად ადამიანებისადმი და ამერიკაში და მთელ მსოფლიოში და ამერიკა არის განმაპირობებელი დიდწილად გლობალური ეკონომიკური ზრდის, ამერიკაში კარგად არის საქმე, მთელ მსოფლიოში ასე თუ ისე კარგად არის საქმე, შესაბამისად მოკლედ ამიტომაც გაზარდა IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ხო, ამერიკას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შესანიშნავი შედეგები აქვს. ერთადერთი, რაზედაც შეიძლება ვიწვდომოთ, ეს არის დოლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება, რომელიც არის გააჩნია რა პერიოდს ავიღებთ 9.5-დან 10.5%-ის ფარგლებში ერთწლიან პერიოდში, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია ფურცელზე 2008 წლის შემდეგ ასეთი მკვეთრი ვარდნა ამერიკული დოლარისა ყველა ვალუტასთან მიმართებით ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ თავად დოლარის გაუფასურება არ არის ტრაგედია, პირიქით. ეს მსხვილ ამერიკულ კომპანიებს მოსწონთ, ამის გამო ისინი ამ კვარტალში უკვე აფიქსირებენ რეკორდულ შედეგებს, რაც დოლარის გაუფასურების გარეშე იქნებოდა უბრალოდ შეუძლებელი, რადგან მსხვილ ამერიკული კომპანიები შემოსავალს იღებენ გლობალური მასშტაბით, აბსოლუტურად ყველა ვალუტაში, შემდეგ სხვა ვალუტებიდან მიღებულ შემოსავალს ისინი აკონვერტირებენ ამ გაუფასურებულ დოლარში და ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც დოლარში რა თქმა უნდა წარმოდგენილი, ფიქსირდება რეკორდული მოგება, ესეთი მარტივი სისტემა მუშაობს, რაც კორპორაციებზე არის მორგებული, მაგრამ ის არ არის ვთქვათ ოპტიმალური იმ კომპანიებზე, რომლებიც არიან დაკავებულნი ამერიკაში პროდუქციის იმპორტით. და ესეთი კომპანიები როგორც წესი შედარებით მცირე და საშუალო ზომისანი არიან, ვიდრე ის კომპანიები, რომლებიც გლობალურ მასშტაბზე ოპერირებენ, თუმცა ჩვენ ვიცით, ტრამპის ხედვა და პოლიტიკა ის არ არის არავითარ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესზე გათვლილი. ტრამპი არის მეგა კორპორაციების პრეზიდენტი, ამიტომაც ამ კომპანიებს აქვთ ფენომენალური შედეგები, ამიტომაც ვხედავთ, რომ NASDAQ-ი ყოველდღე ახალ რეკორდს დებს და Russell 2000, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიებს აერთიანებს, არათუ იზრდება, არამედ ქვევით მიდის ზოგჯერ და ეს არის უბრალოდ ერთი შეხედვით შემაშფოთებელი დინამიკა, მაგრამ საერთო ჯამში ამერიკულ საერთო ინდექს S&P 500-ს მაინც აინტერესებს დიდი კომპანიების შედეგები, ამაზე არის ფოკუსირებული პრეზიდენტიც და დოლარის გაუფასურებას პრინციპში ემსახურება S&P 500-ის ზრდას. მოკლედ
და ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ ვითარებაში, გლობალურ გეოპოლიტიკას და გლობალურ ეკონომიკაში ჩვენ კი ზუსტად ერთ წუთში გაგაცნობთ დღის რიცხვს, რომელიც შეეხება ერთ მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ ბრილიანტების გაუფასურებას. 2025 წლის მეორე კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 6%-ით 2017 წლამდე შემცირდა. კერძოდ საქსტატის ინფორმაციით, სანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 0.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოდან უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე გააწევეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარე წლის ამ პერიოდში გაწევებული პირების რაოდენობა 233%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 5424 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. გლობალურ ბაზარზე ბრილიანტის ფასი მკვეთრად ეცემა. Diamond Index-ის შეფასება ერთ წლიან პერიოდში 10%-ით არის შემცირებული, ხოლო 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კლება 43%-ს აჭარბებს. მთავარი ფაქტორი, რის გამოც ძვირფასი ქვა უფასურდება, ჭარბი მიწოდება. ექსპერტების შეფასებით დაუმუშავებელი ბრილიანტის ბაზარი ზედმეტადაა გაჯერებული. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ალმასზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასები მცირდება, ახალი თაობების მხრიდან ბუნებრივი ქვებისადმი ინტერესის განელებაა. დღეისათვის მილენიალები და ჯენზი სამკაულის ალტერნატიულ მდგრად ფორმებს, მაგალითად ლაბორატორიაში დამზადებულ ბრილიანტებს ანიჭებენ უპირატესობას. ინდუსტრიის ექსპერტები საერთოდაც ფიქრობენ, რომ მომწოდებლები მომხმარებლის პრეფერენციებს უნდა მოერგონ. ვითარება აგრეთვე ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა მყიდველები უფრო და უფრო ინტერესდებიან ბრილიანტის მოპოვების ეთიკური გზებითა და ეკომეგობრული ალტერნატივებით, რის გამოც მოთხოვნა სინთეტიკურ ალმასზე იზრდება. ლაბორატორიაში მიღებული ბრილიანტების ქიმიური შემადგენლობა ნატურალური ალმასისთან შედარებით არის უბრალოდ იდენტური და ამავე დროს ის უფრო ბიუჯეტურიც არის. ბოცვანის ხელისუფლება გეგმავს, რომ მოახდინოს ნაციონალიზაცია კომპანია De Beers-ის, რომელიც არის ბრილიანტების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, მომპოვებელი და ალმასების მწარმოებელი. ეს არის ფაქტობრივად მონოპოლი გლობალურ ბაზარზე, რადგან მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, სადაც მოიპოვება საერთოდაც ალმასები და De Beers-ი არის ამის ყველა ამ კომპანიაში ქვეყანაში წარმოდგენილი, მათ შორის არის ბოცვანა, მათ შორის არის სამხრეთ აფრიკა, კიდევ რამდენიმე აფრიკული სახელმწიფო, მათ შორის არის აფრიკის კონტინენტია ძირითადად. კი, ძირითადად და აგრეთვე რუსეთის ფედერაცია, მაგრამ რუსეთიდან სანქციების გამო ბოლო წლებში ძალიან მკვეთრად არის შემცირებული ბრილიანტების ექსპორტი. ამიტომაც მოკლედ De Beers-ის ვითარება არის ის, რაც არის. მაგრამ ბოცვანის ხელისუფლება, რომელიც ისედაც არის მეწილი ამ კომპანიისა, რადგან ბოცვანა ერთ-ერთი ყველაზე დაჯილდოებულია სწორედ ალმასების საბადოებით მსოფლიოში, ისედაც იყო მეწილი ამ კომპანიისა, მაგრამ ახლა გეგმავს მის ნაციონალიზაციას, რაც ნიშნავს, რომ მოკლედ სრულად 100%-იანი წილი უნდა შეისყიდოს De Beers-ისა. ცხადია საუბარია უშუალოდ ბოცვანაზე, რადგან ბოცვანის გარეთ ოპერაციები რაც აქვს ამ კომპანიას იქ ბოცვანის ხელისუფლება უძლურია და ასე ექსპროპრიაციას ვერ შეძლებს ამ კომპანიისა, მაგრამ შეიძლება მივიღოთ ის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე De Beers-ის ოპერაციები განახორციელოს უშუალოდ მთავრობამ. ეს გარკვეულწილად შეიძლება კარგად ჟღერდეს, შეიძლება ცუდი იყოს, რადგან ქვეყნები როგორც ეს კომპანიებს ესე არ მართავენ, რადგან ამის ნოუ-ჰაუ მათ არ აქვთ და ეს ძალიან რთულია. ეს ექსპერიმენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მიზეზებზეა საუბარი, რომ ის ფული, რომელსაც აგენერირებს მიწიდან ალმასების ამოღების კომპანია არ გავიდეს ქვეყნის გარეთ. ეს ცალსახა პოლიტიკაა და ვნახოთ რა შედეგი მოყვება ამ იდეას. ხო, აქვე ის უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად ალმასებზე მოთხოვნა De Beers-ის მიერ არის შექმნილი. ხელოვნურად, ვინაიდან ბრილიანტი როგორც ასეთი, არავის არაფერში არ სჭირდებოდა, უბრალოდ De Beers-ის მარკეტოლოგებმა ერთ დღეს გადაწყვეტეს, რომ ეს კარგი პროდუქტი იყო, რომელიც უნდა გაეყიდათ. მოკლედ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ერთ დროს The Boring Company-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც, რომლებმაც მოიფიქრეს ესეთი საინტერესო პროდუქტის გაყიდვა. ეს არის მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბი. მიწისქვეშა საავტომობილო გვირაბი შეიძლება გასაგებად ჟღერდეს, მაგრამ ის გვირაბი, რომელსაც Boring Company ქმნის, არის ცოტა როგორც და უცნაური. ის მხოლოდ და მხოლოდ Tesla-ს ავტომობილებისათვის არის ხელმისაწვდომი და იქ გადაადგილება შეიძლება მხოლოდ ავტოპილოტის რეჟიმით. რაც, Elon Musk-ის შეფასებით გამოიწვევს იმას, რომ ეს შეამცირებს
ქვეყანაში და ქალაქში არსებულ საცობებს, რადგანაც ავტომობილები საკმაოდ მაღალი სიჩქარით მიწის ქვეშ გაივლიან, იქ არ იქნება რა თქმა უნდა შეფერხება, არ იქნება საძობის შევა, ავტომობილი გამოვიდა ძალიან სწრაფად და მარტივად გადაკვეთს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს. ასეთი ლუფი უკვე არსებობს, ერთი ადგილი ეს არის ლას-ვეგასი, რაც ალბათ იდეალური ადგილი იყო მსგავსი პროექტისათვის, მაგრამ ახლა კიდევ ერთი ახალი ესეთი 16 კილომეტრიანი ავტოგვირაბი შეიქმნება ტენესის შტატში, ნაშვილში, რომელიც იქნება უფრო თანამედროვე და უფრო მაღალ გამტარიანობით გამორჩეული, ვიდრე აქამდე იყო და ეს მიუთითებს იმას, რომ ილონ მასკს Boring კომპანიის განვითარება სურს, რადგან საავტომობილო ბიზნესი ერთია, ხოლო საგვირაბე ბიზნესიც მეორეა, ორივე მხრიდან ილონ მასკი საკმაოდ დიდ ფულს შეუღლობს, ამიტომაც ამ ყველაფერში კომერციული ინტერესი ილონ მასკის მხრიდან ნამდვილად არის. აი ესეთ იყო 30 ივლისის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ გელოდება თელარა გელოდიას საავტორო გადაცემა წერტილი. ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.